მოგესალმებით, მაყურებელს. ხო, მარტივია ჩემთვის დასანახად, მაგალითად, ქართული ოცნების მორალური მდგომარეობა, რასაც უყურებთ, აი ეს კაცი, რომელიც ამ ქვეყანაში ყველაფერს აკონტროლებდა, მართავდა და მას ახლა ედავებიან თურმე 3 მილიონს. იგა, საუბარი არის 3 მილიონზე. და სინამდვილეში კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მართლები აღმოჩნდით ოპოზიცია, რომელიც ვამბობდით, რომ ლილუაშვილი ჩართულია მთელ საქართველოში კორუფციულ სქემებში, ადკატებში, ქრთამისაღებაში, ნებართვების გაცემა ბათუმში, მათ შორის მისი წარმომადგენელი არის, ხო, რომელიც ნებართვებს არქიტექტურული სამსახურიდან ნებართვებს გასცემდა, ეს საქმე კიდევ ასეულობით მილიონზეა, საუბარი და არა 3 მილიონზე. ის სხვაობა 3 მილიონსა და ასეულობით მილიონს შორის, რატომ არის? იმიტომ რომ რეალურად კორუფციის სქემების გამოძიებაც არ უნდა ქართულ ოცნებას ივანიშვილს ან კობახიძეს. ეს არის შიდა კლანური ძალაუფლების გადანაწილება, ვიღაცამ შეიძლება დამოუკიდებლობის კოეფიციენტი ბევრი ფული იშოვა ლილუაშვილმა და დამოუკიდებლობის კოეფიციენტი რაღაც მაღალი გაუჩნდა და განსაკუთრებულად თვალშისაცემია ფარისევლობა ამ ადამიანებისა, როცა გკითხა თქვენმა ჟურნალისტმა ლილუაშვილს ელოდება თუ არა დაჭერას. უფლის ნება არის ყველაფერი. მათთვის უფალი ბიძინა ივანიშვილია. ვინ არის ხო ლილუაშვილი და მან თავისი ნება დააფიქსირა. ქოცისთვის ვინ არის უფალი? იმ ქოცისთვის, რომელიც თურმე საბავშვო ბაღებიდან იპარავდა საკვების ფულს, მშენებლობის ფულს იპარავდა. ეს რა უფლებით გვესაუბრება დღეს? თურმე უფლის ნება უნდა იყოს, დაიჭერენ თუ არა ლილუაშვილს? არა, ბევრად სასტიკია რეალურად მართლმსაჯულება მსგავსი ადამიანებს, რომელიც პატარა ბავშვს პარავს საჭმელს. და მაგალითად თავდაცვის მინისტრი, რომელიც ჯარისკაცებს პარავს თანხას, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც იპარავს თანხებს, ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც სავარაუდოდ ავტობანებიდან იპარავს თანხას და ასე შემდეგ. ბიზნესიდან რომ გთამებს იღებენ, დღეს ეგეც დაადასტურეს. ეს ფარისევლობა, რაც ქოთს ახასიათებს, როგორც ესეთ სუბიექტს, რომ თურმე უფლის ნება ყველაფერი და ამ დროს ერთი აი ამ ტუჩებით თავხედობენ და გამოთქვამენ, რომ თურმე უფლის ნება ყველაფერი და აი ამ თავისი ბინძური ხელებით ძარცვავენ ბავშვებს, სკოლებს, პენსიონერებს. კოლცენტრების ამბავი რო ავიღოთ, კოლცენტრებს ედავებიან და მფარველობას. ყველამ არ ვიცოდით ეს ამბავი და ხმამაღლა არ ყვიროდით? მედიაზე რო გადაიტანეს ისრები, ოღონდ მედია აშუქებდა ამ ყველაფერს და როგორ არ გაუშუქებია? მე ნანახი ათობით სიუჟეტი ამაზე რომ ლილუაშვილი და სუსი მფარველობდა. გამოვდიოდით ყველათაშ და ვამბობდით, რომ შეუძლებელია ქალაქის ცენტრში ასობით კოლცენტრი არსებობდეს და ეს იყოს სუსის ჩართულობის გარეშე. ვინ შეიძლება ეს დაიჯეროს? მე თუ ვამჩნევ ამ ყველაფერს, თავის დროზე ხაბეიშვილი რომ ამჩნევდა და დადგიოდა და ამხელდა ამ ყველაფერს, ობიექტურად უნდა ითქვას, ძალიან აქტიური იყო, ხო, ამ მიმართულებით ლევანი. თვითონ ვერ ამჩნევთ კი არა. ძალიან კარგად ამჩნევდნენ, ბრუნვებსაც ითვლიდნენ და წილებს მაგის მიხედვით განსაზღვრავდნენ. მაშ რა მოხდა დღეს? რა თქმა უნდა, ძალაუფლების გადანაწილება ეს იყო წლების განმავლობაში ნებადართული კორუფცია და როდესაც საგამოძიებო რეპორტაჟები გადიოდა, სულ ამას ვამბობ, მაგრამ რა ვქნა, ბევრჯერ უნდა ვთქვა, უნდა გავიმეორო. როდესაც მაგალითად ნოდარ მელაძე აშუქებდა თავის გუნდთან ერთად კორუფციულ ფაქტებს, ყველაფერს გვეუბნებოდა, რომ თქვენ იტყუებით, რომ ქვეყანას მტრობ და სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მართალი ყოფილა და უკაცრავად და დღეს, როდესაც თვითონვე აღიარებენ, რომ ბიზნესიდან ქრთამებს იღებდნენ, ადკატებში ისხდნენ, ბავშვების საკვების ფულს იღებდნენ, ჯარისკაცების ფულით ევროპაში ვილებს ყიდულობდნენ. აი მეტი რა შეიძლება, რომ იყოს იმ თურმე ხო, კოლცენტრები და თურმე პენსიონერებსაც ძარცვავდნენ და მედიისკენ შეეცადნენ აქ აქცენტის გადატანას, რაც არ გამოუვათ, არ გამოგივათ არც ლილუაშვილის ჩადება მედიისთვის, არც ღარიბაშვილის და არც არავისი, რისი მცდელობებიც უქონდათ, ხო? ანუ რა მინდა რომ კითხოთ, ეს ხომ იყო წლების განმავლობაში ნებადართული. დღეს რატომ გახდა საჭირო ამ ხალხის გამოცხადება, დამნაშავება? ჩვენ არ ვიცით, მასაც გირაოთი გამოუშვებენ თუ არა, მაგრამ ღარიბაშვილისგან განსხვავებით, რომელიც ერთი დღე არ მჯდარა მაგალითად იზოლატორში, ლილუაშვილს ბრალი იზოლატორში წაუყენეს.
ჩემს სულად ნათელია, რომ ეს არ არის რეალური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. იმიტომ რომ თუ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მაშინ ლილუაშოს უნდა ედავებოდნენ ასეულობით მილიონის ქრთამის აღებას და არა 3 მილიონს. რეალური ციფრებია ესა, რომელზეც უბრალოდ მიუთითებს ის კოლ-ცენტრებს, მთელი საქართველოს მასშტაბით კოლ-ცენტრებს ფარველობდა. თბილისში, ბათუმში, ყველა დიდ ქალაქში თურმე სამშენებლო ნებართვებს ლილუაშვილი გასცემდა თავისი რაღაცა იქ სუსის და ODR-ების ჩართულობით და 3 მილიონს ედავებია. ანუ ვის ჯერა ამის? ეს არის ტყუილი. თუ ეს არის fake ბრძოლა, ყალბი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, სხვა შემთხვევაში მაშინ გამოდის ფაქტობრივი მოცემულობებით, რომ ეს არის ძალაუფლების გადანაწილება ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ირაკლი კობახიძემ იმძლავრა და ყველა შესაძლო კონკურენტი ძალაუფლების გადაბარების პროცესში გაანადგურა. ვინ იყო ეს ძველი თაობის ბიძინისტები, ვინც პირველ ტალღას მოყვა? ქართულ ჯგუფის ერთი დაცვის სამსახურის უფროსი იყო, მეორე რაღაც ჯანდაცვის კაბინეტი ებარა ექიმის კაბინეტი, მესამე მომულელი იყო საკუთარი შვილის ბერასი და ტრიტრის ძახილით დარბოდა იქეთ-აქეთ და პატარა ბავშვებს დაძდევდა, რომელიც ბერაზე ცუდს დაწერდა, ხიხიას დაწერდა, ეგრევე აშინებდნენ და მიბოდნენ და კრიმინალებს უგზავნდნენ. ეს სეგმენტი იყო, რომელიც აქციეს ხელისუფლების მართლ პირებად აქცია ბიძინა ივანიშვილმა და ეხლა ჩამოიშორა. ამ ჩამოშორების პროცესში ჩამოიშორა, აი ეს არის აღარ ენდობა, არავის აღარ ენდობა ბიძინა ივანიშვილი. არ ენდობა რატო ფინანსურად გაძლიერდნენ, რამე დამოუკიდებელი სულების შეამჩი, აი ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ ეს ხალხი რამე დამოუკიდებელ ერთ ნაბიჯს მაინც გადაგამდა. ძალიან მარტივია ძალაუფლების პროცესში, როცა ივანიშვილი აკეთებს აქცენტს ისეთ ლიდერზე, ეგრეთ წოდებულ ლიდერზე, ირაკლი კობახიძეს გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომელიც სრულად გაუგებარ ძალადობრივ, ანტიევროპულ, ანტიქართულ გადაწყვეტილებებს ღებულობს, იქ შიდა წინააღმდეგობებიც ხდება და ქართული ოცნება არ არის მონოლითური სტრუქტურა, საიდანაც ამბები არ გამოდის. კი, გამოდის ეს ამბები და წინააღმდეგობას რა გამოდის. წინააღმდეგობას არ გულისხმობ, რომ შიგნით ვინმე ბედავს ივანიშვილს წინააღმდეგობა გაუწევს, მაგრამ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არიან ეს პატარა კაცუნები, რომლებიც ივანიშვილის კარზე ძალაუფლებისთვის იბრძვიან, ყოველთვის ივანიშვილს ვერ ახსენებენ, ივანიშვილს ვერ აკრიტიკებენ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ არიან ინტრიგებში, ჩახლართული და მათი ერთადერთი საქმე არის, აბა ვინ მოიგებს ივანიშვილის კარზე. პატარა ლაქიების ბრძოლაა და ამ ლაქიების ბრძოლაში გაიმარჯვა ერთმა ლაქიამ, რომელიც ახლა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ზის. რომელმაც სავარაუდოდ მოახერხა და დაუდო ივანიშვილს მაგიდაზე, რაღაც კონკრეტული მტკიცებულებები. იგარ ამოხერხება უნდა. რომელიც წესით ისედაც უნდა ყველა პირი, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, მათ შორის სიუჟეტები გაკეთებია. მაგალითად, აი კალაძის ვიცემერები და მოადგილეები, რამდენი სიუჟეტებია გაკეთებული? ჯერ რატო არ არის არავინ დაკავებული? არავინ იცის მაგ მიმართულებით რა შეიძლება. აუცილებლად იქნება, ოღონდ სავარაუდოდ იქნება მომავალი ხელისუფლების პირობებში, იმიტომ რომ ესენი იჭერენ მხოლოდ მათ, ვინც ახლა აწყობთ, რაღაც შიდა ძალაუფლებრივი კლანური დაპირისპირებების გამო. თორე ირაკლი ხმალაძე ახლა ციხეში უნდა იყოს. ის პირები, რომლებსაც რა ხელფასი აქვს 3000 ლარი და მილიონიან ვილებს აშენებენ სხვადასხვა წერტილში. ერთი და იგივე ადამიანები და უცებ 80 წლის სიდედრები ხდებიან მილიონერები და პენსიონერი მშობლები ჩუქნიან ყოველ სამთოში $100,000. ვინმეს ჯერა ამის, არავის არ ჯერა და კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ შორის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებულად ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის. რომეო მიქაუტაძეზე მართალი ხო აღმოუჩდით. ქარსელაძეზე რო ფულს იპარავდა აღმოუჩდით. ჯუანშერ ბურჭულაძეზე ჯარსო ძარცვოდა მართალი აღმოუჩდით. აღმოუჩდით მართალი ღარიბაშვილზე, ლილუაშვილზეც ყველაზე აღმოუჩდით მართალი, ხო? ვიც კი ვახსენეთ იმის მიღმა, აი ამ დაახლოებით 7-8 ადამიანის მიღმა. რამდენზე გვაქვს ნასაუბრები, არა მხოლოდ ნასაუბრები, არამედ კონკრეტული მტკიცებული მათი სახლები პირდაპირ ეთერებში ნაჩვენები, მხილება უზარმაზარი გავლილი ამ პროცესში და სხვები სად არიან? სხვებზეც მართალი აღმოჩნდებით და ბოლოს ყველაზე მტკივნეული ის იქნება, რომ მართალი აღმოჩნდებით ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, რომ ეს არის სადისტი, რუსული დავალებების შემსრულებელი პირი. ყველასთვის, ჩემთვის არ იქნება ინგა ნუგეში ის, რომ მე მაგალითად ჩემს ყოფილ მეგობარს, იმიტომ რომ მე ქოთს მეგობარი აღარ დამრჩა, იმიტომ რომ მორალური ზღვარია,
ყოფილ მეგობარს, როცა გადავხედავ, აი ერთი მახსენდება მაგალითად, რომელსაც ვეთყვი, რომ აი ხო ვიყავი მართალი და დარწმუნებული ვარ, რომ მას რუსული რეჟიმის სისტემა და საქართველოს გარუსება და გუბერნია თქცევა არ უნდა ნამდვილად. მაგრამ და დაბრმავებულია იბრმავებს და ვერ ხედავს იბრმავებს თავს, მაგრამ როცა მე მართალი აღმოჩნდები მასთან მიმართებაში, მე ვერ მექნება ვერანაირი უპირატესობის განცდა, იმიტომ რომ ჯამურად ჩვენ ყველა ვზიანდებით. ეს ქვეყანა ზიანდება. აი ხალხი სად არის საერთოდ? აი სიტყვა ხალხი, სიტყვა, ცნება ხალხი. იმიტომ რომ ბავშვების საკვების ფულს ჯიბეში იდებდნენ, ჯარისკაცების ფულს ჯიბეში იდებდა თავდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. ანუ ეს ისეთი წარმოუდგენელია, იმიტომ თქვი შესავალში, რომ ეს კითხვა ალბათ პირველ რიგში თქო თვითონ ქართული ოცნების მომხრეებმა უნდა დაუსვან საკუთარ თავს, აი ყველაფერს ხომ აქვს ზღვარი, ბავშვების კვების ფული, საბავშვო ბაღის. ნუ, რაზეც დღეს საუბრობდა გენერალური პროკურორი, ხო? ეს ხომ შეუძლებელია. ამიტომ მე მგონია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ შეიძლება არ აღიაროს სახალხოდ, მაგრამ თავისთვის აუცილებლად გაიფიქრებს, აუცილებლად დაფიქრდება, მაშ რა გამოდის, თუ პრემიერ-მინისტრი იყო კორუმპირებული, თუ სუსის უფროსი იყო კორუმპირებული და ბიზნესიდან ქთამებს იღებდა და ადკატები და ბავშვთა ბაღები, თუ თავდაცვის მინისტრი იყო კორუმპირებული, თუ ინფრასტრუქტურის მინისტრის სახში შევარდნენ, რადგან ისიც არის ეჭმიტანი, მაშინ რანაირად არის წარმატებული ეს ხალხი, რომელიც აგერ უკვე მე-14 წელი დაიწყო, რაც პყრობს, ხო, ქვეყნის სიღარიბეზე და პროპაგანდაზე დგას სამწუხაროდ. ინგა, დღეს კახა კალაძემ და თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის ბიუჯეტი. მე-5 წელია. ამ დროს წელს მხოლოდ პურის, აი ღარიბი ადამიანის ძირითადი საკვები არის პური. ყველაზე იაფი. ბოლო წელს 10-12%-ით გაიზარდა პურის ღირებულება. 10-12%. ერთი წლის განმავლობაში. ბოლო 5 წლის განმავლობაში არ შეცვლილა ლარი და 70, რომ არის სოციალურად დაუცველის ულუფა. აი ლარი და 70 თეთრად საკვებს რო უმზადებს. ხო აი რა შეიძლება ლარი და 70 თეთრად მოამზადოთ? აი წარმოგიდგენიათ ლოგიკაში, ლარი და 70 თეთრად. რა კიდევ ერთხელ რომ დაფიქრდე. რა შეიძლება 1 ლარად და 70 თეთრად მოამზადო? ხო წარმოგიდგენია როგორი ღირსების შემლახავეს? 5 წელი ერთი და იგივე თანხაუდებთ ბიუჯეტში. ერთი თეთრით არ გაუზრდიათ. და ამ დროს 1 წლის განმავლობაში 12%-ით გაიზარდა პურის ფასი. 1 წლის. 5 წლის განმავლობაში რამდენით გაიზარდა? თავისი სარესტორნო ხარჯები კალაძეს და სხვა სამინისტროს რამდენით აქვთ გაზრდილი ყოველწლიურად? სარესტორნო ხარჯები, აი ერთ მისულაძე თავის კორპორატიულ სტუმრებთან პიარის ხარ 50 თანამშრომელი რო ყავს. რაზე უნდა ლაპარაკობდე? ხო ამ ვითარებაში რომელ წარმატება თუ წარმატებული ხარ და ამ დროს სოციალურად დაუცველთა რაოდენობა იზრდება ქვეყანაში. იზრდება სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. 300 ლარიანი რაღაც სამუშაოები მოიფიქრეს, რომელიც სინამდვილეში რეპრესიის მექანიზმია და ამბობენ სამუშაო ადგილები შეიქმნა და სინამდვილეში უმუშევრობა შემცირდაო. ეს ხო ამაზე დიდი სიყალბე, ფარისევლობა ხო არ არსებობს? არა, ისედაც აი უყურეთ, მე სხვა შორის ძალიან ბევრჯერ დავსვი ეს კითხვა, უფრო აზარალებს თუ რაიმე სარგებელს აძლევს ხო ქართულ ოცნებას ამ თავისი პრემიერების და მინისტრების დაჭერები, მათ სახლებში ჩატარებული ჩხრეკა და მათი გამოცხადება, მოკლედ კორუმპირებულება. აზარალებს და ეს ძალიან კარგად იციან. მე მაგას ვფიქრობ, აზარალებს, მაგრამ რაღაცნაირად უღირთ და რისთვის უღირთ, აი ამის გარკვევას ვცდილობ. ბიძინა ივანიშვილისთვის ჩასატან ფულთან არის საქმე თუ აი რა ხდება, იმიტომ რომ შეუძლებელია თავად ვერ ხვდებოდნენ რამდენად ზარალდებიან. ახლა უსაფრთხოების უფროსი, რომელიც თურმე ადკატებით და ბიზნესიდან მიღებული ქრთამით ცხოვრობდა და შენ ამის შესახებ არაფერი იცოდი, ნუ ეს ჯერ ხომ აბსურდია რომ არ იცოდი და თუ ეს ასე იყო, თუ პრემიერ-მინისტრის სახლში პოულობ 6,5 მილიონი დოლარს, ეს ხო იმას ნიშნავს, რომ ამ ქეშის მიღმა უამრავი მილიონი აქვს, ხო?
თუ ჯარისკაცების ფული არის მოპარული, მაშინ რანაირად ხარ შენის ხელისუფალი, რომელიც საკუთარ თავს უწოდებ წარმატებულ ხელისუფალს. ხო და აი უფრო მგონია რომ აზარალებს, მაგრამ უღირთ, რისთვის უღირთ თქვენი აზრით? ჩემი აზრით ეს არის მხოლოდ ძალაუფლებრივი ბრძოლა. ივანიშვილი არის დღეს ერთგვარი უზურპატორი ძალაუფლების, რომლის გარშემოც არის ბევრი ლაქია შემოკრებილი და აი ერთ-ერთი ლაქია, რომელიც ამ ვითარებაში არის გამარჯვებული და სხვათა შორის კადრში ორი ადამიანი ჩანს ერთად და კალაძეს არ ელოდება ნათელი მომავალი მის შესახებ ისმის ძალიან მძიმე შეკითხვები და დიდად სავარაუდოა რომ მომავალი მსხვერპლი იქნება სწორედ კახა კალაძე ამ ძალაუფლებრივი გადანაწილების და მათ შორის უნდა გაგვახსენდეს ბოლოს მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი საკუთარ თავზე მოირგო ქართულ ოცნებამ ცვლილება, საკანონმდებლო ცვლილება, რომ მერის გადადგომის, დაკავების ან ასე შემდეგ შემთხვევაში თუ ადრე ტარდებოდა ერთგვარი შუალედური რიგგარეშე არჩევნები მერისა, ახლა აღარ ჩატარდება. რატომ ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ რომ საკრებულოდან გადაიყვანეს არჩევნებამდე ბატონი ტყემალაძე და ფიქრობთ რომ შესაძლებელია კალაძე ისე წავიდეს ან გაუშვან თანამდებობი და რომ უეცრად მერი გახდეს გიორგი ტყემალაძე? ძალაუფლებრივი არ ვიცი ტყემალაძე იქნება თუ არა, შემთხვევით ხომ არ გადაიყვანეს ის ვიცე-მერად. ვერ გეტყვით, ერთადერთი ვიცი რომ კორუფციული სქემებით არის გაჯერებული თბილისის მერია, ეს მრავალგზის სხვადასხვა სიუჟეტით თუ ინფორმაციით თუ ეჭვებით არის დადასტურებული თავის მხრივ და გონივრულ ეჭვს აჩენს ეს ყველაფერი, თავის მხრივ თავის მოადგილეების გადაყენება, რომელიც ჩამოაშორეს კალაძეს ეს ფაქტობრივი მოცემულობა და გიორგი ტყემალაძე, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარე იყო და ზუსტად არჩევნების წინ ვერ გავაკეთებ, ეხლა არ ვიცნობ ტყემალაძეს და კანონი ახსენეთ რომ თავის თავზე მოირგესო და თუ ამ კანონს გადმოვთარგმნით ამ რეალობაში ეგრე ჩანს. არა, კანონი რას თქვენი მოლოდინი გამართლდება რომ კალაძე აღარ იქნება მალე. როცა თუ იმ შემთხვევაში თუ აი მაგალითად უახლოეს მომავალში კალაძეს მოუწევს პასუხისგება იმ კორუფციული სქემებისთვის, რაშიც ის არის ბრალოდ სურვილია ეგ თქვენი თუ ფიქრობთ რომ მე ვფიქრობ რომ ეს არის მოსალოდნელი და გარდაუვალი, იმიტომ რომ ამ ძალაუფლებრივ ჯახში კალაძე არის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ფიგურა, მათ შორის ივანიშვილისთვის და კალაძე კი, რა თქმა უნდა. ძლიერი იყო ღარიბაშვილიც, ძლიერი იყო ლილუაშვილიც, ღარიბაშვილ თავის კლანი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებიდან წავიდა და აღარ იყო პრემიერ-მინისტრი, მისი ტროლების ქარხანა იგა ცალკე მუშაობდა. ქართული ოცნების მიღმა მუშაობდა, როცა ბრალდებები წაუყენეს. ხო ნახეთ სოციალურ ქსელში რა მოხდა. ცალკე ტროლების ქარხანა ჰქონდა. რა ღარიბაშვილი სუსტი იყო? მარტივად მოწყვლადი იყო? არა. აი კალაძეს ეს ბედი ელოდება. და ელოდება და იმიტომ შეცვალეს ეს ყველაფერი, რომ გადაყენების ან უფლებამოსილებისგან ჩამოშორების პირობებში ახალი არჩევნები აღარ მოუწიოთ. ახალი არჩევნები აღარ მოუწიოთ და კანონით მათ აღარ მოუწევთ ახალი არჩევნების ჩატარება თუ აღარ კალაძე დატოვებს თანამდებობას. კი და მათ შორის ეს ძალაუფლებრივი სივრცეები რაც გარშემო ხდება, მათ ირაკლი კობახიძემ დაიწყო ადამიანების ჩანაცვლება და ყველა გუნდი, რომელსაც წარმოადგენდა აი სხვადასხვა ადამიანები, პროტეჟეები, ასე შემდეგ, განადგურებულია. ამან დაანგრია ქართული ოცნება შიგნიდან და ძალიან მძიმე კრიზისის წინაშე დგანან. კობახიძე ამ მართვის სტილით დიდხანს ვერ გაკაჩავს, იმიტომ რომ თავადაც საზოგადოებაში ხალხში არის ძალიან დიდი ბრაზი, სიღარიბე, უსამართლობის განცდა და ამ დროს ლილუაშვილი, რომელიც ბავშვებს ფულს პარავს, გამოდის და უფლის სახელით გელაპარაკება, რომ უფლის ნებაა, თურმე ბავშვების საჭმლის ქურდს დაიჭერენ თუ არ დაიჭერენ. და ყველა გაგებით ჩვენი რელიგიური წამსი იქნება თუ სხვა ნებისმიერი კონფესია, ძირითადი კონფესია, არათუ დაჭერა. ესეთი ადამიანების ბოლო ძალიან მძიმეა, რომელიც პატარა ბავშვებს საჭმელს პარავენ. და ამ დროს ფარისევლად სუსის უფროს ყოფილს თუ უბრალოდ ამას წაუყენებდნენ, რომ რაღაცა ხლართები იყო იქ ბავშვების საკვებთან, აი ამას ნამდვილად ვერა. და დააკვირდით, ყველაზე მეტ ეკლესიაზე და ღმერთზე ვინც საუბრობს, ისინი არიან ფარისევლები. ყველაზე მეტად ღმერთზე ვინც საუბრობს, ისინი არიან ფარისევლები და ერთი საკითხი რა, არ უნდა გამომრჩეს, იმიტომ რომ მეწყინა მე ეს ამბავი, ხედავთ, რომ ჯერ, ეკლესიას იფარებენ ადამიანები, დამნაშავეები, კრიმინალები, მოძალადეები,
ეკლესიას და რაღაცა თავის ეს ძალიან ღვთისმოყვარე იმიჯს ინარჩუნებენ თითქოს და წარმოაჩენა აი უფლისნებით რომ თურმე ლილუაშვილი ბავშვებს ძარცვავდა და აქეთ ხარება რომელმაც ერთ დღეს ნახევარი საქართველოს დაარბია დაასისხლიანა სასიკვდილოდ დაასახიჩრა და ნახევარი საქართველოს და გამოვიდა მერე და ეკლესია აშენა რა მაგარი კაცი ყოფილაო ანუ ერთი ხელით გვასახიჩრებენ თვალებს თხრიან პატარა ბავშვებს მერე დასცინიან ვიღაცა პროპაგანდისტები შალვა რამიშვილები და სხვები დასახიჩრებულ ბავშვებს რომ სათვალე რატო უკეთიაო თქვენს ეთერში სამარცხვინო რაღაც გააკეთეს და მეორე ხელით თურმე ეკლესიას აშენებენ აი ჩამოირეცხა თურმე საკუთარი ცოდვები ვინ ჩამორეცხა ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება რომ აი ამას უნდა ჩამოერეცხოს ის ცოდვები ადამიანების დასახიჩრებისა ანუ ვინ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას რომ ხვალ რომ ლილუაშვილი ნაძარცვი მილიონებით წავა და რომელიმე ეპისკოპოსთან დადგება და თურმე რაღაც პატარა ეკლესიას აუშენებს ხო ის დიდებული კაცია და თუ ვიღაცები ვექტორს არ გაასწორებენ, რომ აქეთ მხარეს დგას ქართველი ხალხი, გაუბედურებული, ღირსება აყრილი, დამცირებული, მაგრამ პრინციპულად მებრძოლი და აქეთ მხარეს არის კასტა მოძალადეების, რომელმაც არც ბავშვი იცის, არც ქალი იცის, არც პედაგოგი იცის, არც პენსიონერი იცის და ძარცვავს, აუბედურებს, აშინებს და აშანტაჟებს. მაშინ ჩვენი გზებიც გაყოფილი იქნება. ვიზე საუბრობ თუ ვიღაცები ვექტორს არ იმ ადამიანებს სასულიერო პირებზე? მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც რაღაცა შემოწირულობების თუ ანგარიშების თუ რაღაცების სანაცვლოდ ესეთ არარაობებს და ნაძირლებს ადამიანებად წარმოგვიჩენა. კარგით, მადლობა და ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, აი წეღან თქვი რომ რაღაცნაირად გვეთამაშებიან თქო თავისებს კორუმპირებულებად აცხადებენ, განსასჯელის სკამზე სვამენ, მაგრამ მერე უცებ მოგიბრუნდებიან და აი ოპოზიციის წინააღმდეგ ახალი ბრალი, ოპოზიციის წინააღმდეგ ახალი სასამართლო პროცესები და მაგალითად ის რაც მოხდა ჯაფარას შემთხვევაში 2 დღის გამოსულზე, მორიგი სასამართლო პროცესი იმ საქმეზე ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე ბომბეიდან ლონდონამდე, იგივე საქმის ფარგლებში თქვენი პარტიის ლიდერების წინააღმდეგაც არის აღძრული საქმე და ეს არის ჩემი ბოლო კითხვა თქვენთან. გაქვთ მოლოდინი რომ შესაძლოა მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე კვლავ ვიხილოთ განსასჯელის სკამზე ან ციხეში? განსასჯელის სკამზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკვე არიან. გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი და მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მის გადაწყვეტილება იქნება ციხე. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მე ამაში დარწმუნებული ვარ, ხედავ რომ ეს ამ ადამიანს აღარ აქვს არნაირი ზღვარი, მას ეშინია წინააღმდეგობის, მას ეშინია მუდმივი წინააღმდეგობის და ეშინია ადამიანებს, რომელსაც გააჩნიათ შესაძლებლობა, გუნდი, სტრუქტურა ბრძოლის და წინააღმდეგობის და ჩვენ ამ წინააღმდეგობაში ვიმყოფებით, მე რა თქმა უნდა კარგ პროგნოზებს არ ვაკეთებ. განსასჯელის სკამზეც ვხედავთ და ველოდებით განაჩენს, თავისუფლ ბრძოლას არ ვაჩერებთ, უკან დახევას არ ვაპირებთ და ეს პროცესია, რომელშიც პირველ რიგში ხალხთან სიახლოვე უნდა აღვადგინოთ პოლიტიკურმა პარტიებმა. მათ შორის ეს პროცესები, რაც ახლა ივანიშვილი თავად აკეთებს, ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს. პირიქით, დაგვეხმარება, რომ იქ მყოფმა ადამიანებმა, მოქალაქეებმა, რომლებსაც კიდევ რაღაცა ეჭვი აქვთ, ხან ომით აშინებენ, ხან ტყუილით, ხან პროპაგანდით, კიდევ ერთხელ დავაფიქროთ, რასაც ვამბობ, თუ 10ჯერ რაღაცა ვთქვი ინგა და 10-ვეჯერ აღმოჩნდი მართალი. მიქაუტაძე იქნება ღარიბაშვილი, ქარსელაძე, ლილუაშვილი თუ ასე. 10ჯერ თუ აღმოჩნდი მართალი, მე-11ჯერ რატო უნდა აღმოჩნდე მტყვანი, როცა ბიძინა ივანიშვილზე ვამბობ, რომ ხო, კორუფციონერიც არის, კი, ფულსაც იპარავს, კი, ძარცვავს ამ ქვეყანას, აღარიბებს და რუსეთისკენ მიყავს. მართლები აღმოჩნდებათ სამწუხაროდ, უბრალოდ ეს უპირატესობა არაფერში არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა.